ეხლა რაც შეეხება ანაფორის ტიპებს. ტექსტუალური მიდგომის მიხედვით ანაფორა ტექსტუალურად მარკირებულია ეგრეთ წოდებული ანაფორული ელემენტებით, les anaphoriques, ასე უწოდებენ ფრანგულად. ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება ნაცვალსახელები. ამ შემთხვევაში ლაპარაკი არის ნაცვალსახელოვან ანაფორაზე, რომელიც იქმნება ნაცვალსახელად. Je connais Anne, elle est gentille. ლექსიკური ანაფორა გამოხატულია არსებითი სახელით. Dans une profonde nuit, ce lièvre se plongeait. Cet animal est triste et la crainte le ronge. Cet animal, აი ეს გამოხატავს le lièvre ამ შემთხვევაში ახალწინადადებაში. ადვერბიალური მიზედური ანაფორა. Entrons dans cette galerie. C'est là qu'on a crié, c'est-à-dire dans la galerie, dans cette galerie. Verbალური ზმნური ანაფორა. Il répondit simplement, comme il aurait fait dans une situation moins impressionnante. ზმნა გამოხატავს წინამდებარე ზმნას. ამრიგად, ანაფორასა და დეიქსის აქვს საერთო ლინგვისტური ნიშნები, ნაცვალსახელები, მიზედები, ზმნები და ასე შემდეგ. განასხვავებენ ანაფორათა მრავალ სახეს. პროტოტიპული ან კორეფერენციალური ანაფორა, რომელიც იქმნება ხშირად პირის ნაცვალსახელის ხმარებით. ასოციაციური ანაფორა, რომელიც შემდეგი ტიპის მიმართებას ქმნის, ნაწილი, მთელი. J'ai vu Jacques hier soir, ses cheveux ont blanchi. კონცეპტუალურ ანაფორას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ანაფორული გამოთქმა ანტეცედენტს კუმშავს, ან მის შინაარს გადმოსცემს. მაგალითად, l'équipe de foot de France a battu le Brésil. Cette victoire les fait champions du monde. პრესუპოზიციური ანაფორა ტრადიციულად არ მიაჩნიათ ანაფორად. ისეთ მიმართებაში, როგორიც არის Jacques Chirac, le président de la France, s'est rendu avec une visite officielle à Londres. თვლიან, რომ მეორე გამოთქმა კორეფერენციული პირველისადმი არის არა ანაფორული, არამედ დამოუკიდებელი, რადგან იგი პირველისგან დამოუკიდებლად შეიძლება იყოს ინტერპრეტირებული. ამ ტიპის მიდგომას არ იზიარებს მეცნიერთა გარკვეული ნაწილი, ვინაიდან ეს მეორე გამოთქმა გულისხმობს რეფერენციულ იდენტურობას პირველთან. Jacques Chirac est le président de la France qui s'est rendu à Londres, რომელიც მოცემულია მოსაუბრეთა საერთო ცოდნაში. ეხლა გადავიდეთ პრაგმატიკის ენის პრაგმატიკის, ლინგვისტური პრაგმატიკის ერთ-ერთ ძირითად საკითხზე, როგორიც არის სამეტყველო აქტების თეორიას, რომელსაც ჩვენ დავუთმობთ უკვე რამოდენიმე ლექციას. როგორც ჩვენი კურსის პირველივე ლექციებში აღვნიშნეთ, მე-20 საუკუნის დასაწყისში სამეტყველო ქმედების ფორმირებასთან, ესე იგი კომუნიკაციის პროცესში ენობრივი ერთეულების მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხები ძირითადად შეისწავლებოდა მეტყველების ენასთან, როგორც ნიშანთა პოტენციურ სისტემასთან შეპირისპირების საშუალებით, იმ ნიშნებთან, რომლებიც განკუთვნილია ინფორმაციის შენახვისა და გადაცემისათვის. მე-20 საუკუნის ლინგვისტიკა დაღდასმულია უმნიშვნელოვანესი ნაშრომით ფერდინანდ დე სოსიურის ზოგადი ენათმეცნიერების კურსი. ახლა ჩვენ დაახლოებით ძალიან მოკლედ მოგვიწევს იმის გამეორება, რაც პირველივე ლექციაში ვთქვით, მაგრამ სამეტყველო აქტების თეორიას ეს წინამძღვარი ჭირდება ნამდვილად. ფერდინანდ დე სოსიური ლინგვისტიკის შესწავლის საგნის დაზუსტებისას აღნიშნავს, რომ ენის მისეული განსაზღვრა გულისხმობს, რომ ჩვენ მას ჩამოვაშორებთ ყველაფერს, რაც არის უცხო მისი ორგანიზმისათვის, მისი სისტემისათვის, მოკლედ რომ ვთქვათ, რაც შეიძლება გამოიხატოს როგორც გარეშე ლინგვისტიკა ბჭყალებში. მაშასადამე, თანამედროვე და სტრუქტურული ლინგვისტიკა არის შინაგანი ლინგვისტიკა, რომელიც შეისწავლის ექსკლუზიურად ლინგვისტურ სისტემას. იგი თავისი კვლევის ინტერესებიდან იცილებს ყველა ტერმინს, რომელიც რაიმე გარეშესთან არის კავშირში. ეს იქნება ისტორიული, სოციალური, ფსიქოლოგიური თუ გეოგრაფიული ტერმინები. აღნიშნული იმას არ ნიშნავს, რომ ავტორი უგულვებელყოფს ყოველივე აღნიშნულის არსებობას და მათ ანგარიშგასაწევად ლაპარაკობს მეტყველების ლინგვისტიკაზე, მაგრამ ხაზს უსვამს,
რომ არ შეიძლება ამ უკანასკნელის არევა კერძოდ სუფთად ლინგვისტურში, რომლის შესწავლის უნიკალური ერთადერთი ობიექტი არის ენა, ენობრივი სისტემა. გამორიცხვის ამ ჟესტით, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაასვამს დაახს ლინგვისტიკის ბედს, კვლევარი ცდილობს გაემიჯნოს ისტორიულსა და შედარებით ენათმეცნიერებას, შედარებით გრამატიკას. სოჟურისა და მისი მიმდევრების ლინგვისტიკამ ხელი შეუწყო მნიშვნელოვან პროგრესს ბუნებრივი ენების შესახებ ცოდნის დაგროვების საქმეში. ამ უკანასკნელებმა, ესე იგი სოჟურმა და მისმა მიმდევრებმა, განაპირობებს ახალი ტიპის ლინგვისტური კვლევები, რომლებმაც ხელახლა მიაქციეს ყურადღება მეტყველებისა და ენის ხმარების ადრე ლინგვისტიკის სფეროდან განდევნილ ცნებებს. რას ვაკეთებთ, როდესაც ვლაპარაკობთ? რატომ არის, რომ ზოგი გამონათქვამი შეიძლება ინტერპრეტირებულ იყოს სხვადასხვაგვარად? როგორ ახერხებენ ირონიული გამონათქვამის ადეკვატურად, სწორად გაგებას? როგორ შეიძლება, რომ ერთ გამონათქვამში გავიგონოთ სხვისი ან სხვების ხმები? რატომ არის, რომ მხოლოდ გარკვეული ზმნური დროები ეხმარება თხრობის პროცესში? ეს და კიდევ ბევრი სხვა შეკითხვა, რომლებშიც ნათლად ჩანს ენის ფუნქციონირებაში ენობრივი სტრუქტურის გარდა კიდევ სხვა მონაცემების არსებობა, აუცილებელს ხდის ლინგვისტურ აღწერაში შემოყვანილი იქნას ახალი კომპონენტი პრაგმატიკა. ესე იგი, მეტყველი სუბიექტისადმი შეიცვალა დამოკიდებულება და დაიწყო მისი როგორც ფსიქოლოგიური, ასევე სოციალური კონკრეტული ნიშან-თვისებების მატარებლის შესწავლა. მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებში ოქსფორდის სკოლის მეცნიერებმა, ოსტინმა, სერლმა, გრაისმა დაიწყეს ყოველდღიური ენის შესწავლა მისი ფუნქციონირების ბუნებრივ პირობებში. ამ მეცნიერების აზრით, ბუნებრივი ენის ძირითადი მიზანია ადამიანთა შორის ურთიერთობის დამყარება. ამგვარად, ლინგვისტურ კვლევათა ცენტრში წამოიწია ადამიანმა თავისი მიზნებით, რომლებსაც იგი ისახავს კომუნიკაციის პროცესში და ასევე კომუნიკაციური სიტუაციის გარემოებებმა, რომლებიც ხელს უწყობს ამ დასახული მიზნების წარმატებით განხორციელებას. ოქსფორდის სკოლის მეცნიერთა კონცეფციაში ობიექტური სამყარო პირველ ყოვლისა წარმოგვიდგება როგორც ფაქტორი, რომელიც ქმნის კომუნიკაციურ სიტუაციას და განსაზღვრავს მეტყველი სუბიექტის მიზნებსა და ამოცანებს. შესაბამისად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლინგვისტიკაში მე-20 საუკუნის დასაწყისიდან გაბატონებული სტრუქტურალისტური პარადიგმა თანდათან შევიწროებულ იქნა ანთროპოცენტრული, ეთნოცენტრული და კომუნიკაციური კონცეფციებით, რომელთა შესწავლის მთავარი ობიექტი იყო მეტყველება მის კავშირში ადამიანთან. ამგვარად წარმოიქმნა ლინგვისტიკის ახალი მიმართულება, პრაგმატიკული ლინგვისტიკა, პრაგმალინგვისტიკა ან იგივე პრაგმატიკა. ენათმეცნიერთა ინტერესის სფეროში შევიდა მონაცემები, რომლებსაც ადრე იყენებდნენ სხვა მეცნიერებები. ქვეყანათმცოდნეობითი, ენციკლოპედიური, სოციოლოგიური, ფსიქოლოგიური ინფორმაცია. რა თქმა უნდა, როგორც ფორმალური, ასევე შინაარსობრივი ლინგვისტიკის ძველ მიღწევებს არ დაუკარგავთ თავისი მნიშვნელობა, პირიქით, ისინი გამოყენებული იქნენ ენისადმი ბევრად უფრო ფართო მიდგომის ფარგლებში. კომუნიკაციური აქტივობის კვლევის ჩარჩოები საგრძნობლად გაფართოვდა და გამოხატვის ენობრივი საშუალებების გარდა უკვე შეისწავლება ექსტრალინგვისტური ფაქტორების მთელი სპექტრი. სამეტყველო აქტის მონაწილეთა ენობრივი კომპეტენცია, მათი ურთიერთკავშირები და ურთიერთქმედება კომუნიკაციის პროცესში, გარემო, რომელშიც ხორციელდება განსახილველი კომუნიკაცია, მეტყველების ადრესანტისა და ადრესატის მიზნები, სამეტყველო ეტიკეტი, ენობრივ საშუალებათა ხმარების ინდივიდუალური თავისებურებები და ასე შემდეგ. აღნიშნულის გამო თანამედროვე ეტაპზე არ არსებობს ზუსტი საზღვრები, რომლებიც განსაზღვრავდნენ საკუთრივ პრაგმატიკულ კვლევათა შესწავლის ობიექტს. პრაგმატიკას მიეკუთვნება საკითხების მთელი კომპლექსი, დაკავშირებული სამეტყველო აქტში მონაწილე მეტყველი სუბიექტისა და მსმენელის პიროვნებასთან, კომუნიკაციის მონაწილეთა ურთიერთდამოკიდებულება, სიტუაცია, რომელშიც ხორციელდება ურთიერთობა, სიტუაციასთან, რომელიც განაპირობებს სტილისტური თუ ემოციური ენობრივი საშუალებების გამოყენებას. ამრიგად,
ფართო მნიშვნელობით თუ განვიხილავთ, პრაგმატიკის ცნება მოიცავს როგორც სოციოლინგვისტიკას და ფსიქოლინგვისტიკას, ასევე ენათმეცნიერების სხვა დარგებს, რომლებიც დაკავშირებული არის ენის ფუნქციონირებასთან საზოგადოებაში. ესე იგი, პრაგმატიკა უნდა გავიგოთ როგორც მეტყველების ლინგვისტიკა. პრაგმატიკა პასუხობს შეკითხვაზე, რისი თქმა გინდოდათ, როდესაც გამოიყენეთ ეს სიტყვა ან ეს გამოთქმა. შესაბამისად, ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას მეცნიერებაში წარმოადგენს სამეტყველო აქტების თეორია, რომელსაც საფუძვლად უდევს პრინციპი ენასთან შედარებით მეტყველების პრიორიტეტის შესახებ. მეტყველების ენაზე დომინირება შეიმჩნევა უკვე იმ ენათმეცნიერთა ნაშრომებში, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ მიჯნავენ ერთმანეთისაგან ენასა და მეტყველებას, მაინც მკვეთრად არ უპირისპირებენ ერთმანეთს ამორცნებას. თუმცა ენა და მეტყველება გამოიყენება მათ მიერ, როგორც სინონიმები, პირველის პრიორიტეტი მეორეზე მაინც ცხადი ხდება. ასე მაგალითად, ვიტგენშტეინის ფილოსოფიაში, რომლის იდეებმა უმნიშვნელოვანესი გავლენა იქონია და პრინციპში განაპირობა კიდეც ოქსფორდის სკოლის მეცნიერთა შეხედულებები, მისი მეტყველება ეს არის უპირველეს ყოვლისა ადამიანური ქმედების კომპონენტი, ხოლო ენა ეს არის იარაღი, ინსტრუმენტი, რომლის დანიშნულებაა გარკვეული ფუნქციის ამოცანის შესრულება. ამრიგად, ვიტგენშტეინის მიხედვით, ნებისმიერი ენობრივი ურთიერთობის არსებითი ნიშანია ის, რომ იგი თავის თავში შეიცავს ენობრივ აქტს. როგორც აღნიშნავს ინგლისელი ფილოსოფოსი ოსტინი, რაიმეს თქმა ნიშნავს გარკვეული ქმედების განხორციელებას. ამის ანალოგიურად სერლი ამტკიცებს, რომ ენობრივი ურთიერთობის ძირითად ერთეულს წარმოადგენს არა სიმბოლო, სიტყვა, წინადადება და არც სიმბოლოს, სიტყვის, წინადადების კონკრეტული ეგზემპლარი, არამედ ამ კონკრეტული ეგზემპლარის განხორციელება, შექმნა სამეტყველო აქტის პროცესში. სამეტყველო აქტების თეორიის, როგორც მეცნიერების ჩამოყალიბებაზე, ძლიერი გავლენა მოახდინა ჩარლზ პირსის პრაგმატიკულმა თეორიამ, ხოლო მისი იდეების მიმდევრის ვიტგენშტეინის ფილოსოფია საფუძვლად დაედო სამეტყველო აქტების ერთი მთლიანი და განვითარებული თეორიის ჩამოყალიბებას. ვიტგენშტეინი ენას ადარებს თამაშს, ხოლო გამონათქვამს სვლას ამ თამაშში, რომელიც შეიძლება აკმაყოფილებდეს გარკვეულ კონვენციონალურ, ესე იგი შემუშავებულ, მიღებულ წესებს და ერთმანეთთან აკავშირებდეს სიტყვას და საქმეს. ამავე დროს ვიტგენშტეინს შემოყავს ტერმინი ენობრივი თამაში, რათა უფრო საჩინო გახადოს ის ფაქტი, რომ ურთიერთობა წარმოადგენს ადამიანის აქტივობის ან მისი ცხოვრების ერთ-ერთი ფორმის ნაწილს. სამეტყველო აქტებისა და მეტყველების პროცესის ფორმირება განიხილება ასევე ისეთი ენათმეცნიერების კონცეფციებში, როგორიც არის ჰუმბოლდტი, ბალი, კარცერსკი, ბახტინი, პოჩეფცოვი, აპრესიანი, არუტიუნოვა, პადუჩევა და სხვები. სამეტყველო აქტების თეორიის ფუძემდებლის ჯონ ოსტინისა და მისი მიმდევრების დამსახურება იმაში მდგომარეობს, რომ თქმის პროცესი განხილულ იქნა არა როგორც საყოველთაოდ მიღებული სიმბოლოების ერთად ხმარება, რომელიც ექვემდებარება გარკვეულ ფონეტიკურ, სემანტიკურ, სინტაქსურ წესებს და ასახავს მდგომარეობას გარემომცველ სინამდვილეში, არამედ როგორც ინდივიდუალური შემოქმედების პროდუქტი, რომელსაც განაპირობებს მეტყველის სუბიექტის პირადი თვისებები და მის წინაშე დასახული მიზნები და ამოცანები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მეტყველების პროცესი პირდაპირ არის დაკავშირებული მეტყველ სუბიექტთან. მეტყველის სუბიექტისა და მისი ადრესატის პიროვნებებმა ერთ მთლიანობაში გააერთიანა გამონათქვამის მიმოფანტული ასპექტები, რომლებიც ორიენტირებული გახდა არა ფაქტობრივი ინფორმაციის გადაცემაზე, არამედ მის ინტერპრეტაციაზე. პრაგმატიკა ჩამოყალიბდა, როგორც ლინგვისტური კვლევების დამოუკიდებელი მიმართულება, რომელიც განიხილავს სამეტყველო ქმედებაში ენობრივი ერთეულების ფორმირებისა და ფუნქციონირების პროცესს. ლინგვოპრაგმატიკისა და სამეტყველო აქტების თეორიის ერთ-ერთი მიმართულება წარმოადგენს ურთიერთობის პოსტულატების, ანუ ნორმალური ადამიანური კომუნიკაციის პრინციპებისა და წესების შესწავლას. კომუნიკაციის წესების, ანუ მაქსიმების შესახებ სამეცნიერო თეორიის ღირსებას წარმოადგენს ის, რომ მათში გამოვლენილია
კომუნიკაციური ურთიერთობის ლოგიკური ორგანიზაციის ახალი, ადრე შეუსწავლელი საშუალებები, რომლებიც მონაწილეობენ გამონათქვამის მნიშვნელობის ჩამოყალიბების პროცესში და მთლიანობაში გავლენას ახდენენ კომუნიკაციის სიტუაციაზე. ახალმა კონცეფციებმა გააერთიანეს მრავალრიცხოვანი კომპონენტი, ლინგვისტური, ფსიქოლოგიური, სოციოლოგიური, ეთიკური და ასე შემდეგ, რომლებიც ქმნიან კომუნიკაციურ დისკურსს და საბოლოოდ განსაზღვრავენ არა მარტო საუბრის წარმართვის წესებსა და ტაქტიკურ პრინციპებს, არამედ მის შინაარსსაც. ენის განვითარების თანამედროვე ეტაპზე, როდესაც მის მატარებელთა განკარგულებაში არის ენობრივ საშუალებათა უზარმაზარი არსენალი და მათი მოხმარების გამოცდილება, პირველ ადგილზე ხდება იმ საკითხების წამოწევა, რომლებიც უკავშირდებიან არა მარტო იმას, თუ როგორ ასახონ ესა თუ ის აზრობრივი შინაარსი, არამედ თუ როგორ ასახონ იგი უფრო კარგად, ესე იგი გადაწყვიტონ კომუნიკაციური ამოცანები, რაც შეიძლება მოკლე დროში და ადრესატზე ზემოქმედების მაქსიმალური ეფექტით. პრაგმატიკა და სამეწყობლო აქტების თეორია წარმოადგენს კვლევის სფეროს ლინგვისტიკის, ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის ზღვარზე, რომელიც აანალიზებს ინდივიდის კომუნიკაციური ქმედებების ზოგად პრინციპებს და პასუხს აგებს ურთიერთობა-დიალოგის ლოგიკური საფუძვლის კონკრეტულ ფორმირებაზე.